Moldovაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური სხდომა მიმდინარეობს. ეს საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესია. სხდომა ცოტა ხნის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გახსნა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ცნობილია, რომ მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ქართულ მხარეს სხდომაზე მაკაბოჭორიშვილი წარმოადგენს, დღესვე უნდა გაიმართოს დაანონსებული შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიჰასთან. ევროპის საბჭოს 135 სესია დახურულია ოცნების მედიისთვის, რადგან სამ ტელეარხს მოლდოვურმა მხარემ აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ჩემი კოლეგა სალომე ლაბაძე ადევნებს თვალს კიშინოვში განვითარებულ მოვლენებს, ის ახლა ჩვენს ეთერს უერთდება. სალომე, რა განცხადებები კეთდება სხდომაზე და რა ვიცით დამატებით ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რა დღის წესრიგით წავიდა მოლდოვაში მაკაბოჭორიშვილი და რა აქვს სათქმელი კოლეგებისთვის? მაკაბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ამ სესიაზე ჯერჯერობით არ მოგვისმენია, თუმცა ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად ასეთი გამოსვლა არის დაგეგმილი და ასევე დაგეგმილია, რომ მაკაბოჭორიშვილი შეხვდეს მინისტრებსაც განცალკევებით, მათ შორის განსაკუთრებული მოლოდინით ბუნებრივია, რომ მედია ხვდება იმ შეხვედრას, რომელიც უნდა გაიმართოს მაკაბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. რა შეიძლება მოვისმინოთ ამ შეხვედრამდე, ან ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული მხარისგან და ასევე უკრაინული მხარისგან ბუნებრივია, რომ ეს არის ახლა მთავარი შეკითხვა, თუმცა ამაზე პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი დავიწყოთ მაია სანდუს, ანუ მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლით, რომელმაც გახსნა კიდეც მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესია. საკუთარ სიტყვაში, როგორც მოსაუბრელიც იყო მაია სანდუმ, განსაკუთრებული აქცენტით ისაუბრა ომზე, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი აწარმოებს და აღნიშნა, რომ ახლა ევროპის კონტინენტისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს სწორედ რუსეთი, ხოლო უსაფრთხოების მთავარ გარანტიას ევროპას სთავაზობს უკრაინა. ამიტომ მაია სანდუს მოწოდება, მთავარი მოწოდება, რომელიც მისი გამოსვლიდან გამომდინარეობდა, უკავშირდება იმას, რომ ევროპა მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა შესთავაზოს უკრაინას, რუსეთს კი უნდა გააგრძელოს, რაც შეიძლება დიდი წნეხის განხორციელება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაია სანდუს გამოსვლის ის ნაწილიც, რომელიც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მსჯელობას მიეძღვნა. მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაძლიერების გზა არის სწორედ ის, რომ ამ გაერთიანება მოახერხოს გაფართოება, ხოლო გაფართოების ზონად მოლდოვის პრეზიდენტმა მონიშნა. ბუნებრივია მოლდოვა, ასევე უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. საყურადღებოა, რომ მას ამ ნაწილში საქართველო საერთოდ არ ხსენებია. ევროკავშირის გაფართოების თითოეულმა ტალღამ კონტინენტს მეტი სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. ეს ფაქტი ნათლად ჩანს, თუ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ევროპის განვითარებას დავაკვირდებით. ევროკავშირი კანდიდატი სახელმწიფოებისგან სრულყოფილებას არ ელოდა. ის მათ კუთვნილების გრძნობას სთავაზობდა და ეს მოდელი მუშაობდა. იგივე პრინციპი დღეს უნდა იქნეს გამოყენებული უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის და მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ. არა როგორც კეთილგანწყობა, არამედ როგორც სტრატეგიული გადაწყვეტილება. ეს არის ინვესტიცია ევროპის გრძელვადიან სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. მოლდოვას რესპუბლიკისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ეგზისტენციალური პროექტია. მოლდოვამ საკუთარი გამოცდილებიდან ისწავლა, თუ რამდენად რეალურია დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეები. ამიტომ ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ევროპული დემოკრატიის დაცვის გაძლიერებაში. ერთად ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ საზღვრები, არამედ ის ღირებულებებიც, რომლებიც ევროპას განსაზღვრავს. და რა იქნება მაკაბოჭორიშვილის გზავნილი, ეს როგორც უკვე გითხარით, რჩება მთავარ შეკითხვად. ჩვენ სავარაუდოდ რამდენიმე წუთში მოვისმენთ ამ სესიაზე ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას და საინტერესოა რა აქვს მას სათქმელი ევროპელი კოლეგებისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრებისთვის, ანუ იმ ორგანიზაციის წინაშე რა იქნება სათქმელი მაკაბოჭორიშვილს, საიდანაც შეგახსენებთ, რომ კონკრეტულად საპარლამენტო ასამბლეიდან ქართულმა ოცნებამ თავიც კი ამოირიცხა მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ მას ამ ორგანიზაციიდან გაძევება, ამ ორგანიზაციის რიგების დატოვება ემუქრებოდა და ეს სწორედ საქართველოში არსებული მძიმე დემოკრატიის მძიმე მდგომარეობის გამო, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, იმ ძალადობის გამო, რომელსაც სისტემურად მიმართავდა ქართული ოცნების ხელისუფლება გასული 1 წლის განმავლობაში და არა მხოლოდ გასული 1 წლის განმავლობაში. საინტერესოა რა სიტყვის ამ მიმართულებით მაკაბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრების წინაშე და ასევე განსაკუთრებით საყურადღებოა რა განცხადებებს მოვისმენთ
მოვისმენთ მას შემდეგ, რაც დასრულდება ბოჭორიშვილის შეხვედრა CBH-თან, რომელიც წარმოადგენს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ის ამ სამინისტროს ხელმძღვანელია და შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ CBH-გან გავიგეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას გეგმავდა. ამავე განცხადებაში CBH-მ აღნიშნა ისიც, რომ უკრაინა ემზადება იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ფურცელი გადაშალოს და მიუხედავად კონკრეტული სირთულეებისა, მზად არის, რომ ურთიერთობის ნორმალიზებას დაეხმაროს. ჩვენ ამ თემაზე განცხადებებს ვისმენთ, შეფასებებს ვისმენთ ოპოზიციონერი ლიდერებისგანაც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ უკრაინის ძალისხმევა ახლა მიმართულია იმისკენ, რომ რუსეთს უჩვენოს საკუთარი ძალა ამ რეგიონშიც და დაუდასტუროს მას, რომ ის საქართველოშიც კი, მაშინ როცა ამ ქვეყანას მართავს კრემლის მარიონეტი რეჟიმი, ახერხებს კავშირების გაბმას და ეს არავითარ შემთხვევაში ოპოზიციის განცხადებით არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება შეძლებს უკრაინასთან და უკრაინის გავლით დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ევროპის საბჭო არის ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაცია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ქართული ოცნების რუსული რეჟიმის წარმომადგენლის ბოჭორიშვილის სიტყვებს სერიოზულად იქ არავინ განიხილავს. ამის კარგი დასტურია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება აქვს შეჩერებული. შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, უკრაინას აქვს თავისი ეროვნული სუვერენული პოლიტიკური ინტერესები, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთისთვის ძალიან მძიმე სამხედრო დინამიკის ფონზე უკრაინაში მიმდინარე ომის გულისხმობ პრეზიდენტ ზელენსკის ამოცანაა, რომ რეგიონში აჩვენოს ლიდერობა. აჩვენოს, რომ როგორც უკრაინა და მოლდოვა, ასევე აზერბაიჯანი და სომხეთი გასული რუსეთის გავლენის სფეროდან და ბოლო მარიონეტიც კი ივანიშვილის რეჟიმის სახით იძულებულია, რომ ელაპარაკოს უკრაინულ მხარეს, იმდენად ძლიერია უკრაინის პოზიციები რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არავითარი ურთიერთობების ნორმალიზებას არ ნიშნავს, ეს არის ძალის ჩვენება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზეც დაისმება საკითხი უკრაინის მხრიდან, რაც არის პრიორიტეტული, ეს ეხება მათ შორის, რა თქმა უნდა, ანტიუკრაინული ისტერიის და კამპანიის შეწყვეტას ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და ასევე ეხება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხს და ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომელიც არსებობს. ეს არის ის სამი ძირითადი მიმართულება, რომელზეც უკრაინული მხარე აუცილებლად აკეთებს ხოლმე აქცენტს ყველა ფორმატში, მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ამ ფორმატში დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრთან. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ამ სესიაზე უნდა შეაფასონ ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, რა ნიშნითაც არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა მძიმედ ფასდება რეპრესიულ პოლიტიკად და მიჩნეულია, რომ ამ პოლიტიკის ძირითადი მიზანი არის სწორედ ის, რომ ძალადობის გზით და მათ შორის რეპრესიული კანონების ამოქმედების გზით საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა გაუარესდეს. ასევე ამავე სესიაზე მსჯელობის თემა იქნება ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ევროპის კონტინენტი, ასეთ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კი, როგორც ეს მაია სანდუს სიტყვითაც დადასტურდა, ფასდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ქართული ოცნება კი ასევე არაერთი შეფასებით წარმოადგენს სწორედ კრემლის მარიონეტ რეჟიმს, ამიტომ ამ პირობების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა გზავნილებით არის ჩასული მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვაში და რას იტყვის ის მინისტრთა კომიტეტის ამ შეკრებაზე. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მოლდოვაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ ოცნების მხარდამჭერ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებს. იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი მოლდოვამ არ შეუშვა საკუთარ ქვეყანაში და მათ მაკა ბოჭორიშვილის ამ ვიზიტის გაშუქების შესაძლებლობა ადგილზე არ მიეცათ.